ჩვენი დღე გვაქვს დღეს და ვფიქრობ რომ ის რისთვისაც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ შევკრებილი ყავით ჩვენი გულები უნდა იყოს განწყობილი იმისთვის რომ მივიღო და საგანაც ვახსენე რომ ლოცვისას როცა მოვდივართ ეკლესიაში მე მოვდივარ იმისთვის რომ ღმერთო დამელაპარაკე მინდა რომ შენი სიტყვით შეეხო ჩემს გულს შეეხო ჩემს შინაგან სამყაროს მასწავლო გამზარდო და წამიძღვე მარადიული დიდებისაკენ დღევანდელი ჩემი საუბარი და თემა რომ ლოცულობდი ფიქრობდი რა კი ვიცოდი რომ გორში მოდიოდი და არა მარტო გორში იმ საქმიანობაში რასაც ჩვენ ვეწევით გორში რუსთავში თუ ხაშურში თუ სხვაგან და სოფლებში და რაიონებში ეხება ამ საკითხს და მე მინდა ამის ირგვლივ ცოტა ემზადებოდი რომ ესაუბრა და მინდა რომ ამ საკითხს უფრო ფართოდ შევეხო და კარგი იქნება რომ მოისმინო და როგორც წერია მარიამმა გაიგო იესო ქრისტეზე ეს სიტყვები და გულში ჩაიმარხა. როცა ეს სიტყვა თან გექნება, ვფიქრობ რომ ის დამხმარე საშუალება იქნება შემდეგში იმისთვის რაც მოგვიწევს რომ წინ ერთად ვაკეთოთ. მე ჯერ მინდა უბრალოდ თემა რამ გამოიწვია თუ რა საიდან გვეძლევა ხოლმე სიტყვა იმისთვის რომ ამ თემის ირგვლივ ვილაპარაკოთ. ბიბლია ამბობს რომ ჯერ იყო ხორციელი და შემდეგ სულიერი. ჯერ იყო პირველი ადამი და მერე მოვიდა მეორე ადამი. ანუ მეორე ადამი იესო ქრისტეს ქვია. მეორე ადამი არ მოვიდოდა პირველი ადამი რომ არ დაცემულიყო. პირველი ადამიანის დაცემა და ღალატმა გამოიწვია მეორე ადამიანის მოსვლა რომ გამოსყიდვა მოეცათ ჩვენთვის. მინდა რომ ცხოვრებაში გვესმოდეს ერთი რაღაც. უფალიც ასე აკეთებდა ხოლმე. ჯერ გვეშლება და მერე ვსწავლობთ. ესე არ არის ჯერ ვსწავლობ და მერე გვეშლება. თუ ვისწავლით აღარ გვეშლება. ჯერ გვეშლება, ჯერ არ გამოგვდის და მერე სულიწმინდა გვკარნახობს, როგორ გამოგვივიდეს. ბიბლია ხშირად ამბობს, ასე არ გააკეთოთ, აი ასე გააკეთეთ. რაღაცები არის, რასაც ქრისტიანები არასწორად აკეთებდნენ და ქრისტე ეუბნეოდა, ნუ იქნებით თქვენ თვალთმაქცები, ასე არ გააკეთეთ, ასე არ ილოცოთ, ასე არ გასცეთ. გახსოვთ ხო მათეს მე-6 თავი ყველა მიცით, რომ ასე არ უნდა გააკეთოთ, არ უნდა იყოს თვალთმაქცები, აი მე ახლა 5 ლარი მინდა გაჩუქო და 500 კაცს გავაგებინე. ასე არ გააკეთეთ, აბა როგორ უნდა გავაკეთოთ? მე ასწავლით და თუ როგორ უნდა გავაკეთოთ. ასე არ ილოცოთ, აი ასე ილოცეთ. იქით არ წახვიდეთ, აი აქეთ წადით. და ბიბლია გვეუბნება, უყურეთ არა მარტო კარგს, ცუდსაც უნდა ცნობდე და არასწორიც უნდა იცოდე. რა არის, იმიტომ რომ თუ ერემია წინასწარმეტყველის 15:19-ში წერია, თუ ცუდიდან კარგის გამოტანას ისწავლი, ჩემი ბაგესავით გაგხდი, უფალი ამბობს. რას ნიშნავს ცუდიდან კარგის გამოტანა? ცუდს რო ცუდს არ ქმევ. უკვე კარგ მდგომარეობაში ხარ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ კარგისკენ ცუდს იმიტომ აქციე ზურგი და ცუდზე ამოღრო ის ცუდია, რომ კარგის დანახვისთვისაც იქნები მოტივირებული. თუ შენ ცუდი არ იცი, რომ ცუდია, არც კარგი არ იქნება არაფერი წინ, იმიტომ რომ ადამიანი არაფრის არ ძიებას დაიწყებს, არც შეცვლას, არც რა ვიცი, ბრძოლას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღევანდელი თემა ეხება ზუსტად იმას, რომ რაღაცას ჩვენ ცხოვრებაში მე ახლა უფრო ფართოდ მინდა შევიდე ამ თემის შესავალში. აუცილებლად გექნება ცხოვრებაში ჯერ წაქცევა და მერე გაკვეთილი იქნება ნასწავლი. აუცილებლად იქნება შეცდომა და მერე იქიდან იქნება გამოსვლა. ქრისტე თავის მოწაფეებს შეცდომებიდან ასწავლიდა. როცა ეჭვი ეპარებოდათ, მერე ეუბნეოდა რომ აი როგორ უნდა იყოთ მცირედ მორწმუნენა, უნდა გამოსწორდეთ. საერთოდ რა არის რეფორმა? რა არის რეფორმა? დეფორმის გასწორება. დეფორმა როცა არის, რეფორმაა საჭირო მერე. ეკლესიაში ჩვენ ძალიან დიდი დეფორმირებული რაღაცები შეიძლება ვნახოთ, რაც ქვეყნიერებამ შეიძლება შეიტანა ეკლესიაში. და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთო დამანახვე ცუდი. რა თქინდა ცუდი, კარგისკენ იყურე შედელოცილო. არა, ცუდი დამანახვე ღმერთო, რა არის დეფორმირებული და ღმერთი აუცილებლად დაგანახვებს რეფორმას, რა არის გასასწორებელი. ჩვენ ეკლესიას ვაშენებთ, ხო? ყველა აქ იმისთვის ვართ მოსული, კრებას დავესწროთ, ამისთვის ხო არ ვართ. ვაშენებთ ეკლესიას და შენდებით სულიერ სახლად. ბიბლია ამბობს, რომ
პირველ პეტრეს 2:5 აშენდით სულიერ სახლად. ქრისტემ თქვა მე ავაშენებ ჩემ ეკლესიას მთის წორზე მდებარე ქალაქ. თუ შენდებით მისმინე ცუდის დანახვა უნდა ვისწავლოთ. არასწორის დაფიქსირება. ეს ის კი არა რომ სხვის ნაკლებს უყურო. არა, ესეც კარგია სხვის ნაკლებს რო უყურებ რო ეგ დაინახე. რო აღარ გააკეთო მომავალში ეგ. საკუთარ თავზე იმუშაო. მაგრამ ჩვენ ცოდვილი ბუნება ასეთია. თეთრია თუ შავია, ყველა დამნაშავეა ჩემს გარშემო. მაგრამ სიძამდილე შესასი არ არის. მე ჩემს სიცუდეს ვერ ხედავ. და ვერც კარგს ვერ მოიტანს ვერასოდეს ვერაფერი. მაგრამ მე თუ ჩემს თავზე ვიშრომებ და პავლე ამბობს, თუ ჩვენ თვითონე გავასამართლებდით ჩვენს თავსო, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებული ქვეყნიერებასთან. ანუ მე დღეს მოგიწოდებთ ცუდისკენ, ცუდის დანახვა შესძელი, დეფორმის დანახვა შესძელი და ღმერთი რეფორმატორად გაქცევს. და ეკლესიაში გაშრომებს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩასაფრებული იყო და აბა ყველას უთვალო. ჩემ თავში დავინახავ, ცუც რაღაც შესკენვეძებო. ჩემ მსახურებაში ვეცდები. გამოვასწორო ის, რაც ღმერთს უნდა, რომ მე კრიტიკულად შემახედოს და მითხრას, რომ ეს ქვეყნიერების საცდურია. ისვენეთ. ღმერთმა ადამიანს მიგვარა ყველა ცხოველი და ფრინველი და რასაც რასახელს დაარქმე და მის სახელით იქნებოდა. ღმერთი ზოგჯერ სიტუაციაში გვაყენებს და გვეუბნება დაარქვი სახელი. და ჩვენ უსულობას, სულიერობას ვარქმევთ. რაღაცა სულიერობას, შეიძლება ხორციელობას და ასე შემდეგ და ადამიანი ძალიან არასწორად ვითარდება. ამიტომ დღევანდელი ჩემი საუბრის მთავარი აზრი მიდის იმისკენ, რომ ერთი საკითხი, რომელსაც ღმერთი მაჩვენებს მე შრომაში, როცა შრომობ ეკლესიაში, არის ეკლესიაში უქონლობა ძალისა. ხალხს ძალა აღარ აქვს. ან თუ აქვს ძალიან სუსტები არიან. პირველი ეკლესია არ იყო ასეთი. პირველი ეკლესია სულ სხვანაირად მოძრაობდა და თუ არ დავინახეთ უძლურება, ძალასაც აღარ მოუძებნით მაშინ. თუ ყველაფერი კარგად არის და თუ ის მაკმაყოფილებს მე რითაც ღმერთი არ კმაყოფილდება და ღმერთს უნდა რომ ყველა გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას, მე კიდევ ჩემ თავთან როგორ თქვა რუსული სიტყვა ლუბუიცა საბოი თუ რაღაც თავის თავთან ტრფობას განიცდის და ნუ მაგრამ გამოცხადების წიგნში ღმერთი ეკლესიას ეუბნა შენ ამბობ რომ დიდარი ვარ შენ ამბობ რომ არაფერი არ მჭირდება ეგ შენ ამბობ შენ თავს ეხლა მე მომისმინე რა შენ რომ ასე აღიქვავ შენ თავს ეს არის დეფორმირებული მდგომარეობა ეხლა მე რეფორმირებულს გეტყვი ბრმა ხარ საცოდავი ხარ ღატაკი ხარ ღმერთი უხსნის და ამას ვერ ხედავ და არც ეძებ რომ დაინახო მაგრამ მე გირჩევ აიღო ჩემი სიტყვა წაისვა როგორც მალამო რომ თვალებიდან ხედავდე აიღო იცხო ზეთი და შემდეგ ღმერთი არიგებს მე რომ შენი ცუდი სიტუაციიდან შენ რომ კარგი გონია და ეშმაკი გატყუებს და გამყოფებს ამ მდგომარეობაში მე მინდა რომ გამოგიყვანო ამ მდგომარეობიდან და ღმერთი უხსნის ეკლესიას და ყველგან სადაც ჩვენ ღმერთის ჩართულობას ვხედავთ ეუბნება შენ გგონია მაგრამ მე გეუბნები როგორ არის და თუ მართლა გინდა დაინახო მაშინ მომისმინე და გააკეთე ისე როგორც გეუბნები ისე შესავალი და გადავალ თემაზე. ჩვენ ცხოვრობთ ძალიან რთულ დროში. ნუ ჩვენზე რთული დროებიც უნახავთ ადამიანებს, ძალიან დიდი შიმშილობები, დიდი აუტანგაუტანლობა, ომები და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც არ უნდა იცხოვროთ, დღეს 21 საუკუნეში განსაკუთრებულად, ბჟუილი გაუვიდეს ყველაფერს და ერთი რაღაც რაც გვჭირდება ჩვენ, რასაც ძალიან პატარა სიტყვა არის რასაც ჩვენ აუცილებლად საჭიროებთ როგორც ჰაერს ეს არის ძალა მე ძალა მჭირდება ყველაფერში რო ვიქადაგო იმისთვის ძალა მჭირდება უამრავ სფეროში მაგრამ ეშმაკი ყველაფერს აკეთებს რომ ძალა დამაკარგინოს ყველაფერს აკეთებს ის შორი ხედვით იწყებს შენზე მუშაობას და გამოგფითავს და გაკარგვინებს ძალას და მერე ძალიან ადვილი არის შენი დაცემა. როცა ძალა აღარ გაქვს, ადვილი არის სულიც რო შეგიბერონ დაეცემე. და ღმერთს უნდა რომ დაგანახოს რომ
არ შეყვე ეშმაკის აი ამ თამაშსა თუ რაღაცა თითქოს გეთამაშება, მაგრამ სინამდვილეში კი არ გეთამაშება, მიზანდასახულად მიყევ ხარ. ძალა დავკარგე იქ, ძალა დავკარგე აქ, ძალა დავკარგე აქ. მათეს სახარებაში გუშინაც რომ ამზადებდი თემას, არის ერთი ადგილი, ეს არის ლუკას სახარება 6:8-46. ქრისტეს როცა კალბატონი შეეხო, გახსოვთ, ხო? ქრისტემ რა თქვა? ძალა დავკარგეო, ძალა გავიდე ჩემგან. ძალა აღარ მაქვს. გავიდე ჩემგან ძალა. გახსოვთ ესავი რომ მივიდა ისააკთან. მამა მაკურთხე. აღარა მაქვს. გავიდა ის ძალა უკვე. ის კურთხევა გასული არის ჩემგან. ძალა გავიდა. მისმენთ, ეშმაკი ხშირად ისეთ ადგილებზე გახარჯვინებს ძალას, სადაც შენ უნდა შეგენახა და მე უნდა შემენახა ის. არის ადგილები, სადაც ჩვენ ვიფიტებით და ძალა გადის ჩვენგან. და ღმერთს უნდა რომ პასუხისგებლობა ავიღოთ იმაზე, რომ მე ღმერთო შევინახავ ძალას და სწორ ადგილზე გამოვიყენებ. ისააკს ჰქონდა ეს ძალა თავისში, კურთხევის ძალა და ეუბნება ეს ძალა რომ გამოანთავისუფლო ესაო, თავის შვილს ეუბნება. წადი და ნანადირევი მომიტანე რომ ჭამო, რომ მე ჩემმა სულმა გაკურთხოს და ეს ძალა გადმოგცეს შენ. თუ ეს ძალა გადმოვა კურთხევისა შენზე, ყველგან გამარჯვებული იქნები. ამ ძალას მოგცე. თქვენ იცით რომ იაკობი მივიდა, ადამიანს 5 გრძნობა აქვს, ხო? და ისააკი დაბრმავდა. ღმერთმა დაუშვა, იმიტომ რომ ღმერთის ნებას არ ემორჩილებოდა ისააკი, როგორც ღმერთმა უთხრა რებეკას, რომ მეორედ რომელიც დაიბადება, იმას დაემორჩილება პირველი და კურთხევაც მეორეს ეკუთვნის. არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურება. გაიგე რებეკა რა გითხარი, უთხარი შენ ქმარსაც, მეორედ რომელიც დაიბადება, ტყუპები იყვნენ. მეორედ რომელიც დაიბადება, მისია ძალაც, მისია კურთხევაც, ყველაფერი მას უნდა გადაეცეს. და ჩვენ ვიცით ისტორია და არ მინდა რომ ამ ისტორიაში თქვათ შევიდე. რომ დაბრმავდა ვერ ხედავს კარგად. ადგა ესავი როგორც ჩანს, ბანჯგვლიანი იყო. და ის იაკობმა ჩაიცვა რაღაც ესეთი ცხვრის ბანჯგვლიანი რაღაც. მივიდა მამა მოვედი ძალა მინდა, გადმომცემ ძალას, მაკურთხებ მამა. ის რაც შენშია, გადმოიტან ჩემში. შვილო, მოდი აბა ახლოს მოდი. ხმა თითქოს იაკობისაა. მოდი აბა ერთი წუთი ხმით უნდა რომ არ მომატყუოს, ეხლა ის ძალა არ წაიღოს, რაც ჩემშია. მოდი შვილო ერთი წუთი მივიდა ხელით მოსინჯა. ბეწვები ესავისა აქვს. არა და იაკობია. თვალებიდან ვერ ხედავს. მოდი შვილო ახლოს დააყნოსა კიდევ. და ცდილობდა გრძნობებით ეკონტროლებინა, მაგრამ როგორც ღმერთმა თქვა, რებეკამ და იაკობმა გააკეთეს ყველაფერი ისე. ძალა ვისაც ეკუთვნოდა, იმასთან უნდა მისულიყო. და ღმერთს უნდა რომ ჩვენ ეს მაგალითი დავინახოთ, რომ დაასხა ხელი ისააკმა და მოტყუდა იმ გაგებით, რომ სწორი გააკეთა, მაგრამ თავის თავში თითქოს მოტყუდა. დაასხა თუ არ ხელი და ეს ძალა გადავიდა იაკობში. იაკობი ჯოხით იყო. არაფერი არ ქონდა, მაგრამ რომ მოვიდა ესავი ნანადირევი მოიტანა საჭმელი გაუკეთა მამას, ეუბნება მამა, აბა სად არის კურთხევა? ძალა სად არის მამა? მოდი ახლა გადმოცა შვილო. ძალა გავიდა, წავიდა. აღარაფერი დაგჭა მამა, აღარაფერი აღარ მაქვს. ვერაფერს ვერ თითქოს არაფერი არ მიუწია. მხოლოდ საუბარია თითქოს, მაგრამ იცოდა რომ აი აქ ძალაა. შიგნით ძალა მოქმედებს სულიერ სამყაროში. და ეს ძალა გადასცა კურთხევით თავის შვილს და იაკობი წავიდა და ეს ძალა მას 14 წლის განმავლობაში და მერეც არა მარტო 14 წელი, რომ მობრუნდა უკან. 2 წოლი, 12 ტომი გამოიწვია იმ ძალამ. 12 ტომიდან ისრაელი დაიბადა და ასე შემდეგ და ჩვენ გონია რა არაფერი არ არის ეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კურთხევის ძალას, რომელიც თავისუფლდება ის ყველა მტრებზე, ყველა სირთულეზე გადალახვის შესაძლებლობებს გაძლევს და გიღებს კარებებს და ის ძალა მოქმედებს შენსე როგორც სულიწმინდის ძალა. მისმენთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მორწმუნე იყოს მგრძნობიარე და ხვდებოდეს ეს სიტყვა რო თქვი ძალა გავიდა ჩემგან. ესე რო ვიფიქრე ძალა გავიდა ჩემგან.
ზოგჯერ ფიქრიც კი არ იძლევა საშუალებას, რომ შენ ავსებული დარჩე. ჩვენ ვართ ტიკები, როგორც ქრისტემ თქვა, ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხავენ. ჩვენ მართლა ტიკები ვართ, ქრისტემ შეადარა ადამიანი ტიკს, რომელშიც უფალი ძალას ასხავს და ეუბნება, რომ შეინახე ეს ძალა და მე გეტყვი, სად უნდა გამოიყენო ის. ერთხელ იყო ერთი წინასწარმეტყველი, ყველამ იცით ეს წინასწარმეტყველი, სამუილი, მე ძალიან მიყვარს ის. ბიბლიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ წინასწარმეტყველად არის და ის განიცდიდა ძალიან საულის ურჩობას. და ღმერთმა უთხრა, სამუილ, რატო სუხარ საულის გამო? მოდი ასეთი რამ გავაკეთოთ. ავსე შენი რქა. ავსე შენი თავი ძალით. მოემზადე სულიერად, აივსე სულიერად, მაგრამ ისე კი არა, რომ მე სიტყვა ვთქვი და დავცალე, ან ვიფიქრე რაღაცები და დაიცალა. არა, ავსე შენი რქა და მე გეტყვი, სად უნდა წაიღო ის ძალა. მოვდივართ ეკლესიაში, გალობა მიდის, ლოცვა მიდის, სიტყვა მოისმინე, აივსე. და სად მიდის მე ის ძალა? ღმერთი გეუბნება, ავსე შენი რქა, ავსე შენი ტიკი. მაგრამ არ უნდა დაიცალოს ის. ბიბლია ამბობს, რომ სულიწმინდა ეფესელთა მეოთხე თავში 27 მუხლიდან 30 მუხლამდე ლაპარაკია ადგილი არ მისცეთ ეშმაკს. რას აკეთებს ადგილს რომ მისცე ეშმაკს? ეშმაკი რას აკეთებს? ძალას აცლის ადამიანს. იწყებს ძალის გამოცლას და ჩამოთვლილი არის აქ, როგორ ეძლევ ადგილი ეშმაკს და როგორ აკეთებს ეშმაკი თავის საქმეს და მორწმუნის ცხოვრებაში იპარავს ყველაზე მთავარს, რისის თვითონ ეშმაკს ეშინია. ადგილი არ მისცეთ ეშმაკს. ვინც იპარავდა, ნუ ღარ მოიპარავს. არამედ უკეთესია იშრომოს თავისი ხელით და აკეთოს კეთილი, რომ მქონდეს გაჭირებულთა მისაცემად. არავით არის უშვერი სიტყვა არ გამოვიდეს თქვენი პირიდან. არამედ მხოლოდ კეთილი საჭიროებისამებრ. ენას მიაქციეთ ყურადღება, რომ ზოგჯერ ენამ შეიძლება დაგიცალოს ტიკიც და ის ავსებული რქაც. რათა მადლი მიენიჭოთ მსმენელსო. 30 მუხლს დავკვირდით. სულიწმინდა გავსებს და ხან სიტყვი რაღაცას ისეც, ხან საქმეს გააკეთებ ისეც რაღაცას, რაც არ ესიამოვნება უფალს და სულიწმინდა ხედავს, რომ ის, რასაც მე ვაძლევ ადამიანს, კარგავს და ფლანგავს და ნუ დაანაღვლიერებოთ თქვენში მყოფ სულიწმინდას, რომელთაც დაიბეჭდეთ გამოსყიდვის დღისათვის. ყოველგვარი გამწარება. გინახიათ გამწარებული ადამიანი სულში ავსებული? არა, მე მინახია ადამიანი, რომელიც გამწარებული თუ არის, ის დაცლილი იქნება აუცილებლად. და თუ დაცლილია, ის ყველაფრისთვის მზად არის, თავშეუკავებლობაც ექნება, მე არ ვიცი, კადრებასაც მოიტანს რაღაცებს და ადამიანი ძალიან ბევრ რაღაცას ისეთ რამეს მოიტანს ცხოვრებაში, რაც შეიძლება ბევრთათვის იყოს ძალიან ცუდი და უარყოფითი. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მოდით პირველი რაზეც ვლაპარაკობ, უძალობაზე ვლაპარაკობ. უძალო არაფერში არ ვარგიხარ, არც მე დარჩიან. უძალო ადამიანს, რომელმაც ძალა დაკარგა, ქრისტემ პირდაპირ თქვა მათეს მეხუთე თავში, როცა ვაკვირდებით. ლაპარაკობს მათეს მეხუთე თავი არის 9 ნეტარება. 9 ნეტარებას ლაპარაკობს, მოდი ასეთები იყავით, მოწყალენი იყავით, მშვიდობის მყოფელნი იყავით, გულით სუფთანი იყავით და ჩამოთვლილი არ ასეთები იყავით და მე წერია, აი ასეთი რო ხარ, თქვენ ხართ მარილი მაშინ. და თუ მარილმა ძალა დაკარგა, რითღა უნდა დამარილდეს? შენ მაშინ ხარ ავსებული, მართლა მარილი ხო არ ვარ. შენ როცა აი ასე ცხოვრობ, როგორც მათეს იმ 9 ნეტარებაში, მეხუთე თავის 9 ნეტარებაში ჩამოთვლილი, როცა ასე ცხოვრობ, შენ ძალა გაქვს. მშვიდობის მყოფელიც ხარ, მოწყალეც ხარ, გლოვიარეც ხარ, სულით ღარიბიც ხარ და ჩამოთვლილი 9 ნეტარებაში ყველაფერს აკეთებ, იტან ყველანაირ დევნას და იცი რომ დიდია თქვენი საზღაური, საშიდარ წმენით გეხარ და ავსებული ხარ აი აქამდეს. მაგრამ არ უნდა დაიკარგოს ეს ძალა. თუ მარილი ხარ და თუ ასე ავსებული ხარ, თუ მარილმა ძალა დაკარგა, რითღა უნდა დამარილდეს? და სად კარგავს ადამიანი ძალას? უაზრო ლაპარაკებში ზოგჯერ. არის ადგილები, სადაც უნდა გაექცე იმ ადგილას, ბოდიშით მეჩქარება. უნდა წავიდე, რა გთხოვთ, აი სულიწმინდამ უნდა გასწავლოს ძალის კარგვის ადგილები და ძალის ავსების ადგილებიც.
მე არ მგონია რომ ეკლესია იყოს ადგილი სადაც ძალას კარგაო. ეკლესიაში სულ გამარჯობა გითხრა რა მიესალმო, გამოელაპარო და ჩვენ ვივსებით აი ამ მოზიარობით და ურთიერთობით. გალობთ, ვადიდებთ, ღმერთის სიტყვა არის მომართული ჩვენს მიერ და ჩვენ ვივსებით. და ღმერთს უნდა რომ შენ როგორც მარილმა ავსებულმა, ისე როგორც უთხრა სამუელს ღმერთმა ავსე რქა შენი და წადი იესეს სახლში, იქ დავიგულე ჩემთვის მეფე და სხეოის. მისმენთ, მე 33 წელია რაც სრული დროის მსახურებაში ვარ და ძალიან კარგად ვიცი ჰაერში მუშტების ქნევარას ნიშნავს და ისიც ვიცი სავსე რო ვარ თავისით რომ პირს მოედინება და იცი რომ ძალით ხარ სავსე და შენგან იძლევა და გაიცემა ადამიანებისათვის რაღაც მაგრამ ეშმაკი ყველაფერს აკეთებს კიდე ერთხელ ვიმეორებ ყველა ღონეს და ფორმას ხმარობს რომ როგორმე დაქცალოს და გამოგშიგნოს ძალა აღარ კონდეს არც ფიზიკურად არც სულიერად არც რა ვიცი არანაირი ძალა აღარ დარჩეს შენში და შემდეგ ის ადვილად ახერხებს ადამიანის დაცემას ამიტომ იფიქრე რომ მე ღმერთი ძალას რომ მაძლევს მას უნდა რომ მე აი ამ ძალით მოსილი საქმის და მისიის მიმართულებით ვიყო ხარჯველი იგავების 24 საათში წერია თუ განსაცდელისას დაუძლურდი შეამოწმა შენი ძალა იცი დღეს უყურებ და წუწუნა ხალხი უფრო გამრავლდა ვიდრე პირველი ქრისტიანები რომელსაც ხერხავდნენ ქოლავდნენ მათ ლომებს უყურებდნენ და ისინი იმდენად ძლიერები იყვნენ სიცოცხლეს დებდნენ და ძალა მაინც თან ჰქონდათ მაგრამ იგავების 24 საათი ამბობს თუ განსაცდელში მოხვდი, რაღაც სირთულე შეხვდა და მალევე დაუძლურდი, ესე იგი მცირე ყოფილა შენი ძალაო. შეგიძლია შეამოწმო ტესტი. არის ხალხი ვის თავზე წისქვილის გვარ დატრიალებულა, მაგრამ მაინც მყარად დგანან, მაინც ძალა აქვთ. ზოგი ცხელა, ცოტა ცხელა და კი არ ცხელა ძალა არ არის მასში. ცივა კი არა. ძალა არ არის მასში. მშია კი არა ძალა არ არის შენში. მორწმუნე რომელზეც მე დღეს ვლაპარაკობ. მინდა რომ გვესმოდეს თუ გინდა ცხოვრებაში გამარჯვებული იყო ერთი რაღაც გჭირდება ძალა. უნდა გაიმარჯო საკუთარ თავზე, საკუთარ მე არ ვიცი, ჯვარსაცვა, საკუთარი ხუშტურები რო იტყვიან, საკუთარი აღარ შემიძლია, რომ არ შეგიძლია აი ამის მიღმა უნდა შეძლო და უნდა ავალდებულო იმიტომ რომ ძალით შეგიძლია შენ თავს მოსთხო და გააკეთებინო ესეთი რაღაცები, რაც შეიძლება სხვამ ვერ შეძლოს. 1 კორინთელთა მე-16 თავი მე-14 მუხლები ამბობს იდექით რწმენაში იყავით ვაშკაცურნი იყავით ძლიერნია მე-13 მუხლი არის უფრო იფხიზლეთ იდექით რწმენაში იყავით მამაცნი და გამაგრდით ამ თარგმანში იყავით ძლიერნი აი ამ თარგმანში წერია იყავით ძლიერი ღმერთს არ უნდა რომ მოდიოდე აი ღმერთ კიდე კრებაზე უნდა წავიდე და ეკლესია ადამიანი გამოშიგნული რო არ და ძალდაკარგული როა ის არ გამოდგება არაფრისთვის და მე რა თქმა უნდა როცა ადამიანი აი თვითონ არის ძალგამოცილი და დაკარგული სხვა რაღაცეებს ხედავს მე ძალით ავსებული ადამიანი ამბობს მომეცით საქმე და მე წავალ და მე გავაკეთებ რა პრობლემაა არაფერი პრობლემა არა ცივა ცხელამში ეს პრობლემა არა სხვა რამებზე ვილაპარაკოთ მე მზად ვარ რომ ეს რაღაცა სირთულე გადავლახო თუ ჩვენ გვინდა რომ უფლის გზას გავყვეთ, უფალი გეუბნება რომ მოძებნე შენ ცხოვრებაში რომ ყოველთვის იყო ძლიერი. მოდიოდე ძალით სავსე და მე დღეს ვილაპარაკებ ადგილებზე ბიბლია რას ლაპარაკობს აი ამ ძალის ხმევასთან დაკავშირებით და მინდა ერთი ადგილი წავიკითხო ეს არის პავლე მოციქული კორინთელებს ეუბნება მე თქვენთან მოვდივარო კორინთელებო და მინდა ერთი რაღაც გითხრათ რომ მოვალ ეს არის 1 კორინთელთა მე-4 თავი რაღაცა მინდა შევამოწმო თქვენთანო რაღაც და ეს არის მე-19 მე-20 მუხლები მალე მოვალ თქვენთან
თუ უფალინებებს და გამოუცდი არაქედმაღლურ სიტყვებს ზეპირად რო იცის ადამიანმა რაღაცები დაზეპირებული და დიდი ხნის სტაჟი რო დაიგროვა გამოუცდი არაქედმაღლურ სიტყვებს არამედ ძალას ძალა თუ გააქვს რომ ესა თუ ის სირთულე გადალახო ადამიანი ყველაფერს აბრალებს და მინდა რომ გვესმოდეს როცა საქმეს მიანდობ მე ხო ბევრისთვის დილიგირება მაქვს მიცემული ეკლესიაში ვერ ართმევს თავს თავის პრობლემას რაღაცას და აბრალებს რა ვიცი მაგალითად კათედრა იყო გამჭვირვალე რა შუაშია იმასთან მის არ მოტყუდე და არ მოატყუო სხვა და არ მოიტყუო თავის სხვისგანაც შენ საქმეს ვერ ართმევ თავს იმიტომ რომ ძალა არ გაქვს და აბრალი ვიღაცებს და რაღაცეებს მაგრამ ღმერთი ჩვენ გვიყურებს შიშვლებს შინაგანად და გვეუბნება ნუ თამაშობ როლს იფიქრე იმაზე რომ შენ მოგენდო რაღაც საქმე და უნდა შეძლო მასზე გამარჯვება ისვენეთ დავითის ისტორიას რო ხედავთ დავითი სულ იმარჯვებდა ერთხელ გოლიათის წინ რო დადგა დავითი უთხრეს იციო შენ ბრძოლა ძალა გააქვს რო იბრძოლო რამე გამოცდილება გააქვს დავითმა თქვა არა მე მეომარი არა ვარ მოდი მაშინ საულის ტანსაცმელი ჩაიცვი იქნებ ძალა მოგეცეს იქნებ ცოტა და მაგარი კაცად გამოიყო ისე არა ასე არ გამოვა მე სხვანაირად ვიცი ბრძოლა მე სხვანაირად ვიცი ძალის მოძიება მე ეუბნება წყემსი ვიყავი და ძალას პოულობდი როცა დათვი მოვიდოდა და გამტაცებდა სხვარსო და ლომი მოვიდოდა და გამტაცებდა სხვარს გავეკიდებოდიო და ძალას პოულობდი დააგდებ და არა და მე ხახას უხევდი უკვე ძალა მქონდა დავითს და დავითმა თქვა მე თუ ღმერთი მამარჯვებინებდა აი ამ ძალით ჩემს აი ამ მტერზე რომელიც მტაცებდა სხვარს არც ეს წინა დაუცველი გოლიათი არ იქნება მისთვის რაიმე სირთულე რის მომცემს მე ძალას რომ მე ეს სირთულე რაც უნდა დამიდგეს მე აუცილებლად გავიმარჯვებ მისმინეთ ღმერთი აძლევს ადამიანებს ძალას და პავლე მოციქულს ჩემი სული ვერ ითნევსო სუსტებს თუ გახსოვთ ეს ებრაელთა მეათე თავი და 36-38 მუხლებშია თუ ვინმე მერყეობს თუ ვინმე ჭოჭმანობს თუ ვინმე წუწუნებს და სუსტია ჩემი სული ასეთებს ვერ ითნევს ღმერთს უნდა რომ ჩვენ გვესმოდეს რომ უძლურება არ იძლევა არანაირ გამარჯვების შესაძლებლობას წუწუნი ვიღაცას შეაცოდო თავი და ილაპარაკო როგორ ცუდად ხარ და მაინც არაფერს არ მოგცემს უნდა შეძლო მოიკრიფო ძალები და იპო მე დღეს ვილაპარაკებ იმას სად უნდა ნახო ძალები რომ შეძლო შენი თავი და შენი მე არ ვიცი რქა თუ შენი ტიკი თუ შენი შინაგანი სამყარო აავსო ძალით და რომ გახვალ ეხლა მე ტანკივით ვარ უკვე როცა ავსებული ხარ შეგიძლია რომ გადალახო დიდი სირთულეები მისმენთ ერთი ადგილი ეს არის ეფესელთა 5:18 ნუ დაითვრებით ღვინით რომ ეს საღვირახსნილობა არამედ დაივსეთ სულიწმიდით ბევრმა გადაწყვიტა მე ღვინოს არ დავლევ და თითქოს და ღმერთის ნებას ასრულებს ღვინოს რო არ სვავს ღვინოს რომ არ სვავ იმიტომ რომ იქ აღვირი იხსნება და კონტროლი იკარგება ადამიანზე და ადამიანი მე გადადის საზღურებს ღმერთის კანონებისა და ღვთისსაწინააღმდეგოდ მიდის მაგრამ ღვინით ადამიანი ღვინოს რო დალევს მას უკუღმართი ძალები ემატება აღვირი ეხსნება და ცუდი რაღაცების კი შეიძლება მიმართოს თავის ხარ მაგრამ იქ წერია ნუ დაითვრებით ღვინით მაგრამ აივსეთ სულიწმიდით როცა სულიწმიდით ივსება ადამიანი მე მინახავს ჩემი თავიც და სხვა სულიწმიდით სავსებ სულიწმიდით სავსე ადამიანი ყველაფრის შემძლეა ყველაფერზე იმარჯვებს ყველაფერს ლახავს იმიტომ რომ სავსეა სულიწმიდით და ძალით და შეუძლია უამრავ სირთულეს გაართვას თავი მაგრამ თუ განსაცდელი თუ პრობლემა თუ რაღაცა გამოწვევა დგას შენ წინ და ყველანი ვდგევარ ჩვენ ცხოვრების გზაზე გამოწვევების წინ ერთი რაღაც უნდა გვახსოვდეს ღმერთო დამეხმარე ღმერთო მომეცი ძალა ღმერთო ამავსე შენით ამავსე მე ავივსო სულიწმიდით მე პრობლემაზე კი არ ვლაპარაკობ რომ დიდია ის
ბიბლია ამბობს, ის ვინც ჩვენშია, 1 იოანეს 5:4 ამბობს, ის ვინც ჩვენშია, იმაზე დიდია, ვინც ქვეყნიერებაზეა. ის პრობლემა თუ გამოწვევა, რომელსაც ადამიანი ხშირად ამუქებს და აფერადებს, რომ ისეთი სირთულეების წინ დგას, მე ვფიქრობ, რომ ჭიანჭველაც დიდად შეიძლება მოგეჩვენოს, როცა ცარიელი ხარ, მაგრამ როცა სავსე ხარ, გოლიათებიც კალიებად გეჩვენება. იცით რომ თუ მოსემ გააგზავნა მზვერავები, შედით და ნახეთ როგორ ქვეყანას გვაძლევს ღმერთი. წავიდა 12 ტომი და თითო გამოარჩია და შევიდნენ. 2 სავსე იყო 10 ცარიელი. შევიდნენ ათვარეილებენ მიწას. გავიდა დრო დაბრუნდეს ყველა. ყველას შეუძლია ილაპარაკოს. როცა ელაპარაკები ადამიანს მიხვდები ცარიელია თუ სავსე. მოbrunდნენ 10 იძახის. უჭირავთ 2 ხელი ასე ვა და თავში ირტყავენ ხელს. ეს რა სირთულის წინ დაგვაყენა ღმერთმა. მოსეკითხო რა მოხდა? გოლიათები ცხოვრობენ იმ მიწაზე. და დაგვსრისავენ ისინი რომ შევალთ იქ. ბუმბერაზები არიანო, იმხელა დიდები არიანო, ჩვენ კალიები ვართ მათ თვალში. მოვლენ და დაგვსრისავენ და არაფერს დატოვებენ ჩვენგანო. და მთელი ხალხი გლოვას მიეცა. აქამდე მოვედით და ეხლა უნდა გაგვანადგუროს ღმერთმა გოლიათების ხელით. ორნი დგანად რას ლაპარაკობთ ხალხო? უაზე ხო არ შეეშალეთ. კალიებია იქ. კალიები ვნახეთ. როგორ უნდა ნახო კალია? როცა მართლა ბუმბერაზები ცხოვრობდნენ იმ მიწაზე და ისინი არ დათმობდნენ იმ მიწას. არანაირად არ დაანებებდნენ თავს, იმიტომ რომ დაიცავდნენ მთელი ძალით. მაგრამ ორი ეუბნება, იქ კალიები არიან, მივალ დავსრისავთ და დავსახლებით. საიდან ეს მაგალითი რომ მომყავს, საიდანაა ეს დასანახი სულიერი სამყაროს თვალით? თუ შეხედავ პრობლემას, როგორც პრობლემას, უფრო დიდი პრობლემა გაგიჩნდება. იმიტომ რომ ცარიელი ხარ და არა ივსე სულიწმინდით. მაგრამ როცა ივსები სულიწმინდით, გოლიათი კალია ხდება. დაიცლები, კალია გოლიათია. და შენ ცხოვრებაში პატარა რაღაცას დიდ სირთულედ გეჩვენება. იმიტომ რომ არ არის ძალა შენში. მაგრამ თუ სულიწმინდით აივსე, დაინახა რომ ის ვინც ჩემშია, იმაზე მეტია ვინც ქვეყნიერებაზეა. რა სირთულეც არ უნდა დამხვდეს. გოლიათიც რო გამოვა დავით მოთქა, არა აქვს მნიშვნელობა რა სირთულე იქნება. სირთულეს კი არ, ჩემ მდგომარეობასა აქვს მნიშვნელობა, მე როგორი დავდგები იმ სირთულის წინ. სირთულე შეიძლება ძალზე დიდად აჩვენებდეს თავს, მაგრამ მორწმუნესათვის ქრისტემ თქვა, შეუძლებელი არაფერი არ არის. მორწმუნისთვის ყველაფერია შესაძლებელი. ფილიპელთა 4:13. პავლე მოციქული ამბობს, ყოველივე ძალმიც. როგორ? ჩემი გამაძლიერებლის მეშვეობით. თუ ღმერთი გაძლიერებს და ძალას გაძლევს შინაგანად და უფალთან ურთიერთობაში ხარ, რა პრობლემაზე მელაპარაკები? აიცი, ეს პრობლემა შექმნა, ეს პრობლემა შექმნა. პრობლემა უფრო პრობლემდება ცარიელ მდგომარეობაში. მაგრამ თუ პრობლემას შენ სავსე და უფლისაგან გაძლიერებული ხდები, კალია დასრისავ და გაივლი. ზოგი კალიას ხედავს და ცარიელი, ოუ, ხელა გოლიათს შევხვდი პასტორ. და არა და სინამდვილეში პრობლემა შიგნით არის და არა იმ სირთულეს, რომელსაც ის ხატავს და ხაზავს. ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში მისმინეთ ყურადღებით. პავლე მოციქული ამბობს, რომ მოვალო მე შევამოწმებ ძალას. პიროვნება ზოგჯერ უნდა მიაბარო რაღაცა, პატარა საოჯახოს ჩაგაბარებთ, აბა ერთი იქნებ დაიწყო საქმე. დავიწყე პასტორ, მაგრამ მინდა დამისვა, რავი, ისე იყო, ასე იყო, ისე იყო. იცით, მე არ მინდა რომ ბიბლია ამბობს, რომ ვინც იკვეხნეს დაიკვეხნოს უფლით. თუ გუთანს ხელს მოკიდაო, ისე უნდა მოკიდო, რომ შენს თვალებში ჩანდეს, რომ მე აქეთ-იქით ყურებას არ დავიწყებ, ჩემი კვალი გამრუდდება. მორწმუნენი უნდა იყვნენ კაჟები, უნდა იყო ვაშკაცური და უნდა იყო ძლიერი. ძლიერი რომ ყველა სირთულე, რომელიც დადგება შენს წინ, მე გადავლახავ ამას. ჩემი მოთმინება იმდენად დიდია, ჩემი ამტანობა და ჩემი ნებისყოფა იმდენად ძლიერია, რომ ღმერთი მაძლევს ძალას, რომ ყველაფერი გადავლახო და გაუძლო.
ყველაფერი უნდა გადალახო და გაუძლო. ეფესელთა 6 თავში პავლე როცა სულიერ ბრძოლას ასწავლის, ეუბნება ეფესელთა 6:10-დან იწყებს. გამაგრდითო ღმერთის ძალით, რომ ყველაფერი გადალახო და გაუძლო. გამაგრდი ღმერთის ძალით. და თუ ადამიანი ღმერთის ძალით არ ივსება, ყველაფერი გადაგივლის და ქრისტიანი მე უკვე ქრისტიანი აღარ არის ის სახით რომლითაც ღმერთს უნდა რომ ისნახოს. ჩვენ წერილი პირდაპირ გვეუბნება ფილიპელთა 2 თავი. მე-14 მე-15 მუხლებს ყოველგვარი წუწუნი და დრტვინვა მოშორდესო თქვენგან. რომ ჩვენ არა ვართ ასე რომ საწოდავები ღმერთო იქ გაგვიჭირდა, აქ მიჭირს, იქ პრობლემა მაქვს. ღმერთი გეუბნება რომ შენ არა ხარ საწოდავი. შენ ხარ ჩემი შვილი და მე მოგცემ შენ ძალას რომ ყველაფერი რაც შენს წინ დადგება ხვალე შენს უკან აღმოჩნდეს. ყველაფერი რაც შენ წინ დაგიდგება შენ გექნება შესაძლებლობა ძლიერო და დაამარცხო და იქნები გამარჯვებული და გამოცხადების წიგნს თუ ავიღებ მეორე მესამე თავებში არის 7 ეკლესიასთან მიწერა და 7 ეკლესიას ღმერთი ერთნაირად ეუბნება თუ გაიმარჯვებ მე მოგცემ შენ რომ დამწყემსო წარმართები თუ გაიმარჯვებ დაჯდები ჩემს მარჯვნივ როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექ ჩემი მამის თუ გაიმარჯვებ შეჭამო სიცოცხლის ხიდან და 7 ეკლესიას თუ გაიმარჯვებ როგორ გავიმარჯვო ღმერთო ძალა არ მაქვს უნდა გაიმარჯვო ისე უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. ეფესელთა 6:10 ამბობს გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. მე 20 მუხლიც მინდა წავიკითხო კორინთელთა წერილის ახან რომ კითხულობდი და 20 მუხლში პავლე მოციქულიეუბნება რამე თუ ღმერთის სამეფო და ის ეკლესიური მსახურება არ არის სიტყვაში, არამედ ძალაში. ეუბნება როცა მოვალ ძალას შევამოწმებ და ვნახოთ მხოლოდ ძალა განსაზღვრავს ყველაფერს. ისმინეთ რაც დღეს სწავლებითი არის თითქოს ეს ჩემი მსახურება და მინდა რომ ჩვენ აქედან წასულებმა საკუთარ თავს ველაპარაკოთ. ღმერთო, მე უბრალო ადამიანი ვარ, მაგრამ მინდა რომ ძალით ვიყო სავსე. მინდა რომ შენით ვიყო სავსე. ყველა სირთულე რომელიც ჩემს წინ დადგება, შენ მაძლევ ძალას მასზე გამარჯვების, სიბრძნესაც, გონიერებასაც და ყველა სირთულის გადალახვის. საწოდავია ადამიანი, გოლიათი რო დაუდგება წინ და ძალა არ არის მასში. და როცა ძალა არ არის, ადამიანს არ შეუძლია რაიმეს კეთება და დამარცხებაზე განიცდის. უნდა მოძებნო ადგილები. საიდან შეიძლება მივიღო ძალა? როგორ შეიძლება შემოვიდეს ჩემში ძალა? და მე როგორც გითხარით, ვისაუბრებ ამ ყველაფერზე. ერთი ადგილი მინდა კიდევ ვნახოთ, ეს არის მათეს 11:12. აქ წერია: სათასასუფეველიო იოან ნათლისმცემლის დღიდან თავისთავად იღება. ღმერთი კურთხევას ჩამომიგდებს ციდან. მოდით ის წარმოსახვის არასწორი ფორმა ჩვენში შევცვალოთ და დავინახოთ, რომ არაფერს არავინ არ მოგცემს. სათასასუფეველი იოან ნათლისმცემლის დღიდან აქამდე სათასასუფეველი ძალის ხმევით აიღება და ძლევამოსილნი წარიტაცებენ მასო. იცით რომ ღმერთი სუსტების მხარეზეა, რომ გააძლიეროს. და არა სუსტებად გახადოს ძლიერები. ზოგი ფიქრობს, ღმერთს სჭირდება ესე მოვედით, ვიწუწუნოთ, ღმერთო დამეხმარე, ღმერთო მიშველე, ღმერთ გაჭირვებული, გასაცოდავებული და გგონია რომ ამით ღმერთი დიდდება, რომ მოვედით, ჩვენ აი ასეთი პირიქით ეკლესიაში უნდა იყოს გრუხუნის ხმა, აქ უნდა იყვნენ ძლიერები შემოსული, ძალმოსილი, რომ მოვდივარ ჩვენ მე შემოვედი აქ და რომ გალობთ, ბიბლია ამბობს, რომ ძალმოსილი ადამიანი თამამი არის. გინახიათ სადმეს ესეთი ძლიერი ბოქსიორი, ძლიერი მე არ ვიცი მოკრივე ის კიდევ ვინც არიან კიკბოქსში გავიდე და ესე ხელები ჩამოშვებული რაღაცნაირი და იტუზება. ის გადის მხრებში გამართული და ყველაფერს რასაც აკეთებს, ძალას დემონსტრირებს. იგივე ფეხბურთის თამაში რომ გადიან იქ ისეთები არიან, აჩვენებს რომ ჯერ გასული დუხი უნდა რომ დაუგდოს, რომ ჩვენ ძლიერები გამოვდივართ მოედანზე. ეკლესია პირველ ეკლესიას რო უყურებ. ისინი რა თქმა უნდა ღმერთთან დაბლდებოდნენ, დამდაბლდი ღმერთის ძლიერის ხელით, მაგრამ ისა გამაღლებთ თქვენ თავის დროს. პირველ ეკლესიას ერთი რაც ჰქონდა, ეს იყო ყველაფერს აღწევდნენ ისინი და იმარჯვებდნენ ძალით.
მე არ ვიცი ვინ რომელ ასაკში ხართ, ახალგაზრდა ასაკში თუ მოხუცებულობაში. ბიბლია ამბობს, რომ მოხუცებულობაშიც ისეთი ძალა ექნებათ ადამიანებს, რომ გამოიღებენო ნაყოფს ის რა შედეგი, რომ გაიმარჯვოს მოხუცებულობაშიც. მიაღწევს სერიოზულ შედეგებს და ექნება მრავალი წარმატება წინსვლა, რომ ფიზიკურად შეიძლება ვერ ვარ, მაგრამ მე შემიძლია ამა თუ იმ გამოწვევაზე გავიმარჯვო. მაგრამ არსებობს ერთი გზა, როგორ შეგიძლია სუსტმა ღმერთში ნაპერწკალით აენთო რაღაცნაირად და შეძლო გამარჯვებით დამკვიდრება იმ უძლურებისა. თუ შენ გაღიზიანებს უძლურება, ღმერთი შენში აღძრავს ძალას და ებრაელთა წერილში წერია მე-12 თავში, ისინიო ძლიერდებოდნენ უძლურებისგანო. ჩემთვის ეს მუხლი პირველი ქრისტიანები, რომლებიც უძლურები იყვნენ, მაგრამ ამ უძლურებაში რო აღეგზნებოდნენ, შეუძლებელი აღარაფერი იყო მათთვის. უძლურება მათ კი არ ფერფლავდა, აღაგზნებდა ძალაში და ნახეთ როგორ წერია. შრედნენ ეს 34 მუხლიდან. 33-34 მუხლებს ავიკითხავ და ცოტა ქვემოთ. რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკეტავდნენო ლომებს, შრედნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ מחვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან. უძლური რო იყო, ოდეშთ ამ სიტყვაზე, მაგრამ გიშდებოდნენ, რა ემართო, როგორ უნდა გაძლიერდე უძლურებისგან. აი ამ ვერ ვიტან უძლურებას. და როცა უძლურება შენში გამომწვევი ძალა არის, რომ შენ უძლური რო ღმერთო ამასა ვერავიტან, რომ აი ასე დაცემული და დაგდებული და თითქოს მე ტილო ვიყვა და ვიღაცა ფეხი უნდა გაიწმინოს. მე ამასა ვერ ვიტან, ამ უძლურებისგან და ისევ ენთებოდნენ და ძლიერდებოდნენ და მტკიცდებოდნენ, ნახეთ რა საკეთებდნენ მერე. ძლიერდებოდნენ უძლურებისგან. მაგრები იყვნენ ომშიო. დევნიდნენ უცხოთა ჯარებს. ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებსო, სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათო. ზოგნი გინებასა და ცემას განიცდიდნენ, აგრეთვე ბორკილებსა და საპყრობილეებს. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ, מחვილის პირით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხრის ტყავებსა და თხის ტყავებში, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, გაჭირებას ტანჯვასო. ისინი, რომელთა ღირსი არ იყო მთელი ქვეყნიერება და ბიბლია ამბობს, რომ მაგრამ ძალა ქონდათ, რაც თავარია. რწმენის ძალა ქონდათ, რომ ისინი იცოდნენ უფლისთვის იტანდნენ, უფალი მათთან იყო და ამ ძალით ყველა სირთულეს, რასაც ციხე მათთვის ქურდებზე ამბობდნენ, ციხე მათი სახლიაო. ციხე კი არ არის პრობლემა, უძლურება არის ციხეში პრობლემა. მაგრამ თუ ძალა გაქვს, ციხეში იქნები თუ ტახტზე იჯდები სადღაცას, ყოველთვის გამარჯვებული ცხოვრება გექნება. ჩემო ძვირფასებო, მე ამას ვლაპარაკობ იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ეკლესია მოვიდეთ და შეიკრიბა, როცა ეკლესია დიკრიბებით ბიბლია ამბობს, როცა ეკლესია დიკრიბებით ძალა წარმოიშვება. იმიტომ რომ მოდის მორწმუნე ხალხი, ღმერთის მეომარი ხალხი, რომელიც სულში ამარცხებს ყველაფერს და მათი შინაგანი სიმტკიცე იმდენად ძლიერია, რომ ეშმაკეთ ღვთის. ეშმაკმა იცის შიგნით სულიწმინდა როგორ გვავსებს ჩვენ ძალით და ეშმაკს უნდა დაგცალოს, ღმერთი გვავსებს ისე და ღმერთი დღეს გველაპარაკება, ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ შეინახო შენი თავი ავსებულ მდგომარეობაში და როცა გალობ ავსებული, უფალე ჩემი ძალაა, უფალო შენზეა ჩემი იმედი და შენ სიტყვებს კი არ ამბობ ცარიელი სიტყვასა ცარიელი გულიდან, სავსე მდგომარეობიდან კიდევ გადაივსები და გვერდზე რო შეეხო ადამიანს შეიძლება აივსოს ისიც ძალით. მე მჯერა, როცა ადამიანი სავსეა უფლით და სავსეა უფლის ძალით, ნებისმიერი სირთულე, რომელიც მის ცხოვრებაში დადგება, იქნება იოლი დასამარცხებელი, რომ იმარჯვებს კიდევ ავსებს ღმერთი შემდგომ, კიდევ ვიბრძვის და აღწევს უამრავი იმ აღთქმებს და შედეგებს, რაც ღმერთს აქვს თითოეული ჩვენთაგანისთვის აღთქმული. მინდა საქველმოქმედო სკოლთა ერთის რვა გავიხსენოთ. საქველმოქმედო სკოლთა ერთის რვაში წერია, არ წახვიდეთო იესომ თქვა იერუსალიმიდან. ცოტა ხანი მე უნდა ავმაღლდე. ამაღლების დღეა და არ გახვიდეთ იერუსალიმიდან.
ერთი მიზეზის გამო. თქვენ цаრიელები ხართ და цаრიელს წააქცევს ყველა, მაგრამ მოვავს სულიწმინდა და მიიღებთ ძალას. და მე საძგინად წოდით. როცა ძალით ხარ სავსე, როცა ილოცე, როცა სულიერად კარგად გეხარ, გადი და ნებისმიერი სირთულე, რაც კი ხვდებოდათ ეკლესიას, ყველაფერზე გამარჯვებლები იყვნენ. იოველის 3:7 წერია, უძლურმა თქვას, რომ მე ძლიერი ვარ. იმ დროსაც კი როცა უძლური ხარ, დეშმაკმა თქვა, ეგ იყო სულ ყველაფერი ჩემთან ბრძოლაში. სულ ეგ ხარ? ეშმაკ ზოგჯერ უნდა რომ ცინიკურად სულში ჩაგხედოს და გვითხრას. მაგრამ იმ დროსაც კი, როცა ძალგამოლეული ხარ, ესე აიხედე და თქვი, მე ძლიერი ვარ. აიხედე ხარ, მე ძლიერი ვარ უფალში. სუსტმა თქვას, რომ მე ძლიერი ვარ. მეორე კორინთელთა 12:10 ამბობს, როცა ვარ უძლურიო, როცა ეშვება ჩემი ძალები, ღმერთი მოდის ისევ ასავსება და როცა ვარ უძლური, მაშინ ვარ ძლიერი. ისაია წინასწარმეტყველის 40-ის 29-31-ს ავიკითხავ. წერია, დრო რომ გამოვიყენოთ უბრალოდ. აქ წერია რომ აივსებენო ძალებსო და შეძლებენ დიდ ისაიას მე-40 თავი 29-31. ძალით განახლდებიანო ღმერთის შვილები და ღმერთის ხალხი და შეძლებენ ისეთი სირთულეების გამკლავებას, რომელიც მათ ცხოვრებაში შეიძლება. 29 დაკანცულსო ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას მატებს. უძლურდებიანო ყმაწვილი და იქანცებიან ჭაბუკინი, ირყევიან და ბორძიკდებიან. ოფლის მოიმედენი კი ძალას განიახლებენ. არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიანო, ივლიან და არ დაიქანცებიან. ძალების განახლება. ესე არა რომ ძალა ერთხელ მომეცა და სულ არის. მე იცით ბევრჯერ ვარ ძალიან მოტივირებული, ძალიან აჟიტირებული, ძალიან ესეთი ძალით თავს, მაგრამ სადღაცას მე იმას ხარჯაო და შედეგი იდება. მე ისევ ჭირდება ძალებს განახლება, ისევ აღდგენა და ისევ შეებრძოლები იმ გამოწვევას და ისევ გამარჯვებას თან მიდიხარ. ისევ დანიელ წინასწარმეტყველის მე-11 თავის 32 მოხმე. თავისი ღმერთის მცოდნე ხალხიო. რას გააკეთებს? მტკიცედ დადგება, ძალას მოიკრებს და იმოქმედებს. თავისი ღმერთის მცოდნე, იცით, მე როცა არ გამომდის საქმე და ვერ ვაკეთებ რაღაცას, უფრო ძლიერდები მე. რაღაცა მემართება, რაღაც ჟრუანტელები მივლის ტანში, რას ქვია, ღმერთი თითქოს და შიგნითვე განთებს და გეუბნება, ამ მდგომარეობაში უფრო და უფრო ადრენალინი გამოიყოფა, რაღაცა ძალა მოდის და თუ შენ ღმერთის სახლის შური გჭამს და არ დანებდები, მომისმინე ახლა. იცით რომ ღმერთი არის მოშურნე, ღმერთი არის მებრძოლი. 23 ფსალმოში წერია, ღმერთი ძლიერი ომში. და ღმერთი როცა ომში და ბრძოლაში გვერდში გიდგას, კიდევ ვიმეორებ, მე ბევრჯერ გავიმეორებ. პავლეს იტყვა, შეუძლებელი, შესაძლებელი ხდება. ის მაძლევს მე ძალას, ყოველივე ძალმიც რას ნიშნავს? ყველაფერი შემიძლია ჩემი გამაძლების მეშვეობით. თავარია, თუ არ დანებდები, უამრავი გამოწვევები გქონდა, უამრავი სირთულეები იყო და ყველა სირთულეებზე ღმერთი გვეუბნებოდა, ნუ უყურებ სირთულეს, მიყურე მე და უყურე საკუთარ თავს, აივსე და წადე და ნებისმიერი საქმე, რომელიც ჩვენს წინ იდგა, ის ჩვენს უკან არის. ნებისმიერი გამოწვევა, დღესაც დგას დიდი გამოწვევები ჩვენს წინ. ღმერთი უფრო დიდ რაღაცებს გვაჩვენებს, მაგრამ წინა გამოცდილებაზე ღმერთი გქონდა, მე დაგტოვე იქ, არა, მე მოგეცი ძალა, შენ გქონდა შესაძლებელი, არა, მე გაძლიერებდი შენი კიდევ თუ კი ლომსა დათვს ვერეოდი, მაგასაც მოვერეო, იმიტომ რომ არც იმას არ ვერეოდი ჩემი ძალით, ჩემი გამაძლიერებლის მეშვეობით უძლევდი. ამიტომ არ ვიცი რა გამოწვევები დაგიდგება წინ თუ დამიდგება წინ. ჩვენ გვჭირდება ღმერთთან ზიარება და გამარჯვებაზე რომ დავამკვიდროთ. მე მინდა ბოლოს სად შეიძლება ნახოთ ძალა? ამაზე მინდა ვილაპარაკო. თითქოს ღმერთი გვეუბნა რომ ძალით იყავი სავსე და სად არის ძალა? ერთხელ ერთი თემა მქონდა.
ზუსტად ამაზე ვილაპარაკე რუსთავის ეკლესიაში, ჯერ კიდევ დაბლოვიკრებოდით ხომ პატარა დარბაზში. არის ძალა ბიბლიაში დანახვებული, საიდანაც შეიძლება აივსო იკვებო და შეძლო ამ ავსებული მდგომარეობით იმ გამოწვევების წინააღმდეგი მოქმედება. რომელთა წერილში პავლე მოციქული ამბობს, რომელთა წერილის 1:16-ში ასეთ სიტყვებით იწყებს, მე არ მცხვენია სახარება. რატო? რატომ არ მცხვენია? იმიტომ რომ ძალა ღმერთისა არის იგი. ქადაგებს სახარებას, გეკითხებით. თუ არ ქადაგებს სახარებას და ადამიანებს არ ელაპარაკები, საიდან უნდა ნახო ძალა? სად უნდა ნახო ძალა? თუ არ უმოწმებს ხვებს, თუ გცხვენია ქრისტესი, შენ ძალდაცლილი იქნები აუცილებლად. მაგრამ თუ გცხვენია ქრისტემ თქვა, დაიმახსოვროთ ეს აღთქმა. მე ბევრჯერ მოვინანიე. თუ გცხვენია ქრისტეზე დამოწმება, ქრისტემ თქვა რომ მოვა ძე კაცისა, მამის, ძის და ანგელოზების დიდებით. მეც შემწხვებაო მისი. ვისაც სხვენოდა ჩემი ამ მრუშ და გარყვნილ მოდგმაში. მე არ მცხვენია პავლემ თქვა სახარება. რატომ? იმიტომ ძალა არის. თუ იქადაგებ სახარებას, ძალიან დიდ ძალას იგრძნო. სულ რომ არ მიიღო, ჯერ ერთი რომ მიიღებენ, მაგრამ თუ იქადაგებ, მინდა რომ ერთი რაღაც თუ გწამს ამის, რასაც ქადაგებ, მაშინ გაბედულად ილაპარაკებ. პეტრე და იოანე იცით რომ შევიდნენ ტაძარში სალოცავად. იქ დავდომილი იწვა ერთი. რაც გვაქვსო იმას გაძლევთ, ოქრო და ვერცხლი არა გვაქვს და რა დაადეს ხელი ილოცეს და დააყენეს ფეხზე. რა ქონდათ მათ? ფული ან ძალა ქონდათ და განკურნეს. მაგრამ ერთი რომ მოვიდნენ ფარისევლები და მწიგნობრები, შეხედეს და ნახეს, ესოდენ გაბედულები. გაბედულება დიდი საზღაური აქვს, ასე წერია. ებრაელთა მეათე თავის 32-36 მუხლებში წერია. ნუ მიატოვებ თქვენს გაბედულებას. თუ იქადაგებ გაბედულად ილაპარაკებ. ნუ გცხვენია და შენ ეშმაკს უნდა რომ ეჭვი შენსკენვე წამოვიდეს. შეეცადე რომ იმიტომ რომ ღმერთის ძალა არის სახარება. ჩვენ ჩემს უკან რა არის? რა არის ეს? პავლე მოციქული ამბობს 1 კორინთელთა 1:18-ში. ჯვარი სისულელე იყო ბრძენი ხალხისთვის და ბერძნებისთვის და ებრაელი ხალხისთვისაც წყევლის ადგილი, სადაც ადამიანებს სიცოცხლეს უსწრაფებდნენ საშინელი ტანჯვით. მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენ რომლებიც გადავრჩებით რა არისო? ღმერთის ძალა. ზოგჯერ ილაპარაკე ჯვარზე. ხარ ქრისტეს ჯვარი გვანთავისუფლებს. ცოდვილი ბუნებისაგან. ქრისტეს ჯვრით, პავლე თქვა, მე თუ დავიკვეხნია, მოდი ეფესელთა წერილია თუ არ ცდები და მოდი უნდა ვნახო ეს. ეფესელთა წერილში პავლე ამბობს, რით დავიკვეხნო და თუ დასაკვეხნი მაქვს და თუ საამაყო მაქვს რაღაცა, რითი დავიკვეხნო და ბოლოს ეუბნება. ეს არის ჩემი კვეხნაო, რომ მე ჯვარცმული ვარ ქვეყნიერებისათვის და ქვეყნიერება ჩემთვის. თუ არ ცდები ეფესელთა წერილია. ყველა შემთხვევაში ჯვარი შენს ბაგეზე უნდა იყოს და ყოველთვის ამბობდე, მე ავიღებ ჩემ ჯვარს, ჩემი დიდი მოთმინებით. არის ძალა, როცა ნებისყოფა აქვს ადამიანს და მოთმინები და ჯვრით ხელში მიდის. რა არისო? მოთმინება და ჯვრისტარება არის ძალა, რომლითაც შეგიძლია რომ შეიმოსო. ესეთი გამონათქვამი არსებობს. როცა ბიჭს უყვარს გოგო, ან გოგოს უყვარს ბიჭი, გოგოები შეათანო, ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფაო. ანუ შენ სულაც არ გიყვარდე, მე ისე მიყვარხარო, შენგანაც ორივეს დაგფარავს, როცა ძალიან არიან, რო იტყვიან ხოლმე ყურებამდე შეყვარებული. როცა სირთულე დგება, უნდა შეხედო სირთულეს და უთხრა, მოსათმენია, მე თუ ამდენია მოსათმენი, მოთმინება მაქვს ამხელა და პრობლემა არ არსებობს. მე მოვითმენ და ავიტან ყველაფერს უფალო შენი გულისათვის.
უფლის გულისთვის დამცირება იქნება, შეურაცხყოფა იქნება. თუ რაც არ უნდა შეხვდეს, უნდა მოითმინო სრული თავმდაბლობით და ჯვრით ხელში. მინდა ერთი ადგილი გავიხსენოთ და ეს იყოს ჩვენი ნიმუში და მაგალითი. იესო ქრისტე როგორ ითმენდა მისთვის შეთავაზებული გვირგვინის ნაცვლად ჯვარს. და ნახეთ, ისაა წინასწარმეტყველის 53 თავში წერია. ევნო და ეწამა. რა? ძალიან საინტერესო სიტყვებია, სულიწმინდა მახსენდა. ეს ახლა ყველა მეცით ისაა წინასწარმეტყველის 53 თავი და იქ წერია ევნო და ეწამა და რა არ დაუძრავს ბაგეო. იცით თუ როცა ეწამები ვიღაცა მამიდა გინდა ნახო რომ იმას დაელაპარაკო თორემ შეიძლება ძალიან გაგიჭირდეს მე მაგრამ ძლიერ იცით ვინ არის ტანჯვას გადიხარ და უფალს ეუბნე უფალო შენს ტანჯვებში მოზიარობის ღირს რო გამხადარ იმ ხელად კიბერს გავდივარ იმდენად რთულია ჯურისტარება ძნელია ჩემთვის ეს მოსათმენად მაგრამ მე უფალო მინდა რომ დაგანახო რომ მე ჯვარს არ გადავდებ მოსათმენს მოვითმენ ასატანსავიდან გასაძლებს გაუძლებ და შენ გასიამოვნებ უფალო მინდა რომ გასიამოვნო იმიტომ რომ ეს შენთვის სათნოა ისაა წინასწარმეტყველის 53 თავი აქ იცით რომ ჯვარცმის წინასწარმეტყველება არის და მესამე მხრივ ვკითხულობ მოძულებული იყო კაცთაგან მიტოვებული გატანჯული სნებამორეული სახეს რომ ვარიდები, საზიზღარი იყო და არაფრად ვაგდებდითო, მაგრამ მანიტვირთა ჩვენი სნეულებანი და აზიდა ჩვენი ტკივილი. ჩვენ კი გვეგონა რომ უფლისაგან იყო ნაცემნაგვები, გატანჯული და დამცირებული. ის კი ჩვენი ცოდვებისათვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისათვის იყო შემოსრული. ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობები ჩვენ განვიკურნეთ. და ყველა ჩვენ გზას ვადექით და მე წერია რომ ის როგორც ხვარი დუმსო ასე იყო ეწამა ჩვენი გულისთვის შევიწროებულიო ქართულში წერია შევიწროებული კი არ ნაწამები იყო და გატანჯული მაგრამ რა არ გაუხსნია ბაგეო შენ როცა ეწამები რასაკეთებ ხოლმე ჩვენ შიგნით ძალა წერთ ესეთ რაღაც ამბობენ ქვაბი დახურული რო იყოს და წყალი დუღდებოდა საფეთქდება იცით პარი უნდა გამოვიდეს თუ პარი არ გამოვიდა დიდი ძალა გროვდება შიგნით და შეიძლება და მე თუ ის პარი არ გამოვიდა რომ დუღს შიგნით შეიძლება რომ დიდი აფეთქება გამოიწვიოს როცა შენ შიგნით ასატანი გაქვს მისმენთ ჩვენ ქრისტიანებად ვასაღებ ჩვენს თავს მე ქრისტიანი ვარ მაშინ ქრისტეს უნდა ნახოს ვინმე მრამე და ქრისტეს ერთი ასეთი რაღაც იყო მე ვარჯიშობ ამაში ღვთისმოსაობაში და მოგიწოდებ თქვენს როცა სირთულეები შეხვდება გადამომაბრალებ ძალიან ადვილია გადააბრალე სხვას მე კიდე მონახავ ვიღაცას მე მოძებნე მამიდები იმათ მოუყევი ამ რაღაცებს და საერთოდ ღმერთი არც კი აიხედო რომ ღმერთს ასიამოვნო რაც გადიხარ სირთულეს შენს თვალებში უნდა ჩამდეს ფალო შეხვარ დაგიწრავს ბაბი არც მე არ მინდა რომ გამომივიდეს ახლა სიტყვა აქვს და იცი რა ძალა მოდის მე შიგნით როცა არავის არ ეუბნები და უფალს ელაპარაკები უფალთან შეგიძლია იტირო კიდეს და უთხრა ღმერთო დამიმძიმდა ჯვარი ძლივს უძლებ რთულია მაგრამ მასწავლე ღმერთო შენ როგორ წაიღე ჯვარი შენ როგორ ეწამე შენ როგორ ეტანჯე როგორ არ დასძარი ბაგე როგორ არ მიწერე წერილი მაინც ვიღაცას ის თავის თავში ამარცხებდა იმ ბოროტებას რომელიც ჩვენთვის სამაგალითო ქრისტეს წერია რომ მან ჩვენი ცოდვილი ბუნება გაანადგურა თავის თავში და მოგვიწოდაო რომ ჩვენც იგივე გზით ქრისტე ეტანჯა პეტრემოცკული ამბობს ეტანჯაო ჩვენთვის და ჩვენს გვეუბნება თქვენც შეგიძლიათ ჯვრის გზით იაროთ მეოთხე თავი ვკითხულობ 1 პეტრეს 4:1 რა კი ქრისტე ჩვენთვის ტანჯული იქნა ხორციელად თქვენც აღიჭურეთო იგივე აზრით, ვინაიდან ხორციელად ტანჯულმა შეწყვიტა ცოდვის ჩადენა. სირთულეების დროს ის რაც შეიძლება დამიზნებული იყოს შენს დასანგრევად, დასაცლელად, შენს გასამწარებლად, შეიძლება შენი ძალის წყარო გახდეს. თუ არ დაძრავ ბაგეს, თუ ბაგეს არ დაძრავ, მესიჯებს არ დაიწყებ მამიდებთან წერას, და შიგნით ღმერთთან ეთქვი ღმერთო
მინდა შენი ტკივილი გავიზიარო. ქრისტეს ტანჯვის ზიარი გავხდე. ბიბლია ამბობს, თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რომელთა 17-ში წერია, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეცო. რას ნიშნავს თუ მასთან ერთად ვიტანჯებით? აი ამას ნიშნავს, რომ უფალთან ვიტან ტანჯვას, უფალთან ერთად გავდივარ სირთულეს და არ მინდა ჩემი სისუსტე, ჩემს თავშივე. კიდევ ერთხელ მოვიშოროთ ყოველგვარ დრტვინა და წუწუნები. ეს ღმერთს საშინლად არ სიამოვნებს, მაგრამ თუ იქნებით მისი ოცნების ეკლესია, რომელსაც ის ჭურჭლად და მსახურად გამოიყენებს, ის თავის სულით, თავის სხეულში ეკლესიაში გამოავლენს თავის თავს და უამრავი ადამიანი იგრძნობს მის დიდებულ ძალას. მე ყოველთვის უყურებ ხოლმე, რომ ქადაგების დროს ძალა მეხება თუ არა, დამოწმების დროს ძალა მეხება თუ არა, გალობის დროს ძალა მეხება თუ არა. თუ ძალა არ მოქმედებს, მაშინ ყველაფერი ფორმალურია. ლოცვის დროს ძალა მეხება თუ არა. უამრავ ადამიანს ულოცია ჩემთვის და გამორჩეულად ვიცი, როცა ის ლოცულობდა, ჩემ ძალა მეხებოდა. და ჩვენ ამ ძალით შემოსვის შესახებ ვისაუბრეთ დღეს. მინდა რომ ჩემთან ერთად წამოდგეთ. უნდა ვილოცოთ და უფალს უნდა ვთხოვოთ. უფალო, ამავსე შენი ძალით, აგვავსე უფალო შენი ძალით, სადაც ჩვენ შეგვეძლება მოვძებნოთ ძალები წმინდა წერილში, რწმენაში, მოვძებნოთ შენ სახელში. უამრავი რამ გვაქვს ბიბლიაში ნათქვამი, საიდანაც შეიძლება ჩვენ ძალა ამოვიღოთ და მივიღოთ და შევძლოთ ჩვენს წინ მდგარი კალიები შენი სახელით გავსრისოთ.